სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მოიწია დასასრული დიდი აღდგისა, მარხვისა. ეს არის დიდი შრომა სულიერი. მაგრამ ვინ როგორ ახერხებს, ვინ როგორ მუშაკობს ღვთის წინაშე. მაგრამ ღმერთი მოწყალია და უყვარს თავისი ქმნილება ადამიანი და მისი სიყვარული აღმატებული არის ყველა იმ ცოდვაზე, რომელიც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. და რადგან მამები ამბობენ, რომ ცოდვისა მიერ ამ ხილულ სამყაროში შემოვიდა სიკვდილის მეუფება, ქრისტემ შემოქმედმა ჩვენმა მშობელმა არ ინება, რომ ჩვენ დავეტოვებიეთ სიკვდილის ტყვეობაში და ჩვენი სახე მიიღო და ჯვარზე ხელგანთქმით, ჯვარზე სიკვდილით მან დაამარცხა ეშმაკი. და ჩვენ მოგცა გზა სულის ცხონების და გადარჩენის. მადლობთ ღმერთს ყველაფრისათვის. ეს არის ხსენება ღირსი დედის მარიამ ეგვიპტელის. ეკლესია რატო იხსენებს წმინდანებს? დიდი გუნდი არის, მრავალფერი, ნაირფერი წმინდანთა კრებული, რომელთა ცხოვრების გახსენებით და ღვაწლის გახსენებით ეკლესია გვამხნევებს და გვახსენებს ღვთის მოწყალება თუ რაოდენ დიდია. და თითოეულის ცხოვრებას თუ კითხულობთ და ვეცნობით, მაშინ ჩვენ აშკარად ხედავთ, რომ რო არა ღვთის მოწყალება ალბათ არათუ ცოდულს წესიერად მცხოვრებ ადამიანსაც განსაცდელი ყოველ ფეხის ნაბიჯზე დასდევს. ამისი მაგალითი ძველ აღთქმაში არის და ახალ აღთქმაშიც. პეტრე მოციქული, რომელიც უფალს ეუბნება, რომ სხვა თუ ვინმე დაბკოლდეს, მე შენ არ დაგტოვებ და არ გიღალატებ, უფალი ეუბნება, ქათამი სამჯერ ყივილს ვერ მოასრებს, რომ სამჯერ უარ მყოფ. დავით წინასწარმეტყველი, რომელსაც ღმერთი ხილულად ელაპარაკებოდა, ისიც კი შეცდა. სოლომონ მეფე, რომლისა მსგავსი არც ყოფილა ძველ აღთქმაში და არც მომავალში იქნება მისი სიბრძნის და სიმდიდრის და გონიერების მქონე, ისიც კი შეცდა. ღმერთი რატო გვანახებს ამას? ჩვენი ადამიანური ბუნებაა, ჩვენი ცოდვით დაცემა, მაგრამ ღვთის მოწყალების გამოსახულება, გამოხატულება არის, რომ კეთილ გონიერებამ უნდა გვარწმუნოს და ამ დაცემიდან ავდგეთ. იმიტომ რომ საეკლესიო საგალობელიც და წესის აგების დროს ალბათ ლოცვაში მოგისმენიათ, არა არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არას ცოდოს. უცოდველი ერთია მხოლოდ ორსავსოფლში, ხილულში და ოხილავში, უფალი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. მას უცოდველობით ვერ მივედრებით, მაგრამ მისი მსგავსება გვაქვს შემართებით, სიყვარულით, სიწმინდისა მოგროვებით, დაუნჯებით. ეკლესია გვასწავლის, რომ უფალს მართალი უყვარს და ცოდულთა სწყალობს. დღეს უკვე მიწურული არის დიდი მარხვის და ვემზადებით დიდი დღესასწაულისთვის. მადლობთ ღმერთს ყველაფრისათვის, რომელსაც გვაძლევს გულუხვად. უბრალოდ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მისგან ბოძებული სიკეთე მადლი დავინახოთ და მოუფრთხილდეთ. მაშინ ჯილდო უხილავად ჩვენთვის გამზადებული იქნება. და არის. ვევედრებით ჩვენ შუამავალ წმინდანებს, რომ მოგცეს გული გონიერი, გონება დამდაბლებული
და ლოცვა ჩვენი შემართული და სიყვარული ცავსე რომ ღმერთმა და მაცხოვარმა ჩვენმა ისმინოს და მოგცეს სიხარული დაულევნელი რათა ორსავ სოფელში ვიყოთ უფალთან როგორც ერთი წყემსისა ერთი სამწყსო ღმერთმა გაგახაროთ ღმერთმა ინერგოს ჩვენი ორსავ სოფელში ერთად ღვთის დიდებაში ყოფნა ამინ ჩვენთან არის ღმერთი